ენერგეტიკის სამინისტროში ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის შესახებ მსჯელობენ. შეხვედრაში მინისტრის კახა კალაძის გარდა მონაწილეობას სხვადასხვა ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ. კონკრეტულად რას ითვალისწინებს პროექტი და რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე? სოფო მაკაცარიას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. სოფო, დასრულდა თუ არა შეხვედრა? შეხვედრა ვიცე-პრემიერ კახი კალაძესა და პროექტში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შორის სულ რამდენიმე წუთია რაც დასრულდა. მე პირველ რიგში მაყურებელს განვუმარტავ თუ რას ნიშნავს ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტი და რას ითვალისწინებს ის. ეს არის შახდენიზის მეორე ფაზის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყდა რომ ნაცვლად უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიისა კასპიის ზღვიდან ევროპის მიმართულებით, კერძოდ კი იტალიის მიმართულებით გაზი უნდა გავიდეს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ალბანეთისა და საბერძნეთის გავლით. ეს იქნება 800 კილომეტრიანი მილსადენი, რომლიდანაც 52 კილომეტრი გაივლის საქართველოზე. ეს პროექტის ბიუჯეტი არის 28 მილიარდი ამერიკული დოლარი და ამ 28 მილიარდიდან 1 მილიარდი სწორედ საქართველოში დაიხარჯება, რადგან უნდა მოხდეს 52 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ ამით შეგვეძლება მივიღოთ დამატებით ბუნებრივი აირი და ასევე საინტერესოა იმით, რომ დაახლოებით 2000 ადამიანი იქნება დასაქმებული პროექტის მშენებლობის დროს, ხოლო დასრულების შემდეგ შეიქმნება მუდმივი 400-მდე სამუშაო ადგილი. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისში. საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, რადგან მილსადენის დიდმა ნაწილმა სწორედ თქვენ ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. ჩვენ ენერგეტიკის მინისტრთან ერთად ვიმსჯელეთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ყველა მხარეს სარგებელს მოუტანს. იმ შემთხვევაში თუ ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტი განხორციელდა და ზოგადად შახდენიზის მეორე ფაზა განხორციელდა, ევროპა გარკვეულწილად აღარ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე. მადლობა, სოფო მაკაცარია საუბრობდა შეხვედრის დეტალებით.